მოგისალმებით აპოლინო სამყაროში. დღეს ძალიან გემრიელი რეცეპტი მაქვს თქვენთვის და შემოგთავაზებთ შოკოლადის ცხელ-ნამცხვარს მდნარი გულით. იგივე ლავა კეიკ, შოკოლადის ვულკანი, რომელიც არის ძალიან მარტივი მოსამზადებელი და ძალიან გემრიელი. ნამცხვრის მოსამზადებლად ჭირდება 24 გრამი კაკაო, 140 გრამი შავი შოკოლადი, 140 გრამი შაქარი, 120 გრამი კარაქი, 80 გრამი ფქვილი, ვანილის ექსტრაქტი, აუცილებელი არ არის ეს. 4 კვერცხი და ფორმები, ეს არის ალუმინის ფორმები და ცეცხლგამძლე კერამიკის ფორმები. პირველ რიგში ფორმებს მოვათავსებ გამოსაცხო ფორმაზე. ეს არის ალუმინის მაფინის ფორმები. შეგიძლიათ აგრეთვე კერამიკის ცეცხლგამძლე ფორმები გამოიყენოთ. გამოიყენებთ ჩვეულებრივ ქაღალდის მაფინის ფორმებს, არ არის რეკომენდირებული. შემდეგ წაუსვევთ ცხიმს. ძალიან კარგი იქნება თუ წაусმევთ კარაქს. წაუსვით ყველგან კარგად, ისე რომ არც ერთი ადგილი არ დაჭერს მშრალი. მოაყარეთ სულ ცოტა ფქვილიც და თქვენი ნამცხვარი არ მიეწებება ფორმას. კერამიკის ფორმაცაც ზუსტად ისევე წაუსვით ცხიმი ყველგან და მოაყარეთ სულ ცოტა ფქვილი. შოკოლადი და კარაქი მოვათავსე ქვაბში და დავდგი ორთქლის აბაზანაზე, რომ გადნეს. წყალი ავადუღე წინასწარ და ზედ დავდგი ქვაბი. უბრალოდ შიგ ჩავდგი ქვაბი. ურიეთ ნელა და დროთა განმავლობაში კარაქი და შოკოლადი დაიწყებს გადნობას. როგორც ხედავთ, ბოლომდე გადნა შოკოლადი და კარაქი, ახლა კი გადავიდა. ცალკე გავთქვიფავ 4 ცალ კვერცხს, რომელიც ოთახის ტემპერატურის დავუმატე შაქარი და გავთქვიფე ხელით. მიქსერი არ გჭირდებათ. გათქვიფეთ ცოტა, რომ შაქარი და კვერცხი ერთმანეთში კარგად გაიხსნას. დავუმატე შემდეგ ვანილის ექსტრაქტი. გავთქვიფე კიდევ და რომ მიღებ დაახლოებით ესეთ მასას, დავუმატეთ შემდეგ გამძლე შოკოლადი და კარაქი, მაგრამ არ უნდა იყოს ცხელი. თანურიეთ გამუდმებით, რომ კვერცხი არ შეეკრას. როდესაც კარგად გადქვიფავ, დავუმატეთ შემდეგ კაკაო. ნუ გამოიყენებთ ქაბას. მოურიეთ კარგად, რომ კაკაოც გაიხსნა, შეგიძლიათ კაკაოც ნაცარ გაცრათ და შემდეგ დავუმატეთ უკვე ფქვილი. ფქვილი დავუმატე მე ნელა. ორი რა თქმა უნდა ფქვილსაც მოურიებ თხილად. როდესაც ფქვილიც კარგად გაიხსნება, შემდეგ უკვე გადაიტანეთ გამოსაცხო ფორმებში. ფორმებში მოვათავსე კოვზის დახმარებით, უბრალოდ ჩამჩის დახმარებით. ძალიან ნუ გაავსებთ
შეიცადეთ, რომ ყველა ფორმაში იყოს ერთი რაოდენობის მასა მოთავსებული. გამოდის 6 პატარა ლავა ნამცხვარი. პატარა ნამცხრები უნდა გამოაცხოთ წინასწარ გახურებულ ღუმელში 200 გრადუსზე დაახლოებით 10-12 წუთი. წუთის შემდეგ გამოვდგი ღუმელიდან. მოვამზადე თებში, რაზეც წაუსვი შოკოლადი უბრალოდ ისე დეკორაციისთვის და გადმოვიტანე ერთი ნამცხვარი თებზე. დანარჩენები კი შევაბრუნე ისე უკან. ლავა ნამცხვარი დაახლოებით 10 წუთის შემდეგ გამოიყურება ესე. მოვაყარე შემდეგ შაქრის პუდრა და როგორც ხედავთ, სითხე შოკოლადი თავისით გადმოდის ნამცხრიდან. ძალიან უხდება ვანილის ნაყინი. მოვასხი ზემოდანაც შოკოლადი. ერთით გემრიელად ეს კი ნამცხვარი, რომელიც იყო დაახლოებით წუთ ნახევარით უფრო დიდხანს ღუმელში. რა თქმა უნდა ნაყინი. ახლა კი გავჭრი და განახებთ როგორ გამოიყურება შიგნით. როგორც ხედავთ, აქ უფრო შედარებით სქელია შოკოლადი. ახლა კი ნამცხვარი, რომელიც იყო დაახლოებით 13 წუთი ღუმელში. როგორც ხედავთ, მეჯერს გადმოღება ფორმიდან აუცილებელი, ამიტომ ვქვილი. და შემდეგ ამასაც გავჭრი. კიდევ უფრო სქელია შოკოლადი. შეგიძლიათ აგრეთვე ლავა ნამცხვარი მიირთვათ შიგ ფორმაშივე. მე ზედაპირი გვერდზე გავწიე ჩანგლით და შიგ მოვათავსე ნაყინი. რატომღაც ჩვენ ნაყინის კოვზი აღმოჩნდა ცოტა დიდი და გვიწევს ბევრი ნაყინის მირთმევა. ლავა ქეიქი უნდა მიირთვათ ცხელი, რადგან ის ძალიან გემრიელია. ძალიან გემრიელია აგრეთვე მეორე დღესაც, რადგან გული რჩება ისევ ისე მტნარი. მე კიდევ მადლობას გიხდით იმისათვის, რომ ჩემთან ერთად იყავით. რეცეპტს დაგიტოვებთ როგორც ყოველთვის დაბლა ინფობოქსში.